კილო მშვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? მაღაზიაში შევიყავი, ეს კალათი მოვიტანე, კრემისთვის მომწონსებ. და ჩამოვიტანე. ონა მოვიტანე. აქ ორი პოვია გაჩერილი. არიყო უკეთესი ბანანი და ეს მოვიტანე 2.5-ი. ეს ხონდა ხოლო. ესეც მაკარონი მოვიტანე სპაგეტისთვის. ავაში, წითელში რაც არის კარგი ხარისხი. ამიტომ მამა ყოველთვის აი ესეთ კოლონასი. მარილი არ მქონდა, მიმთავრდებოდა და ხახვი. ევიქავ ბატონს და გეგას. გაიყოფნენ შუაზე. ეს ყველაფერი იყო 34 და 20 თეთრის. აი ეს. ეხლა სანამ წყალი არის ამოსარეცხები და ამოვეცხა. ხახვი მაქვს, ამასაც დავეცხა. აქ ჩაი ადამიანის რო გაიღვიძებს და გავაკეთე. წყალს ავაცი. სკოლე გავაცილე სკოლაში. ერთი დამიტოვა. არაქიანი ყური. ორი ჭითა დავსუარეთ. ერთი ჩაის დალევაზე. ხოლმე ბანანი უნდა მივირთო. ძალიან მიყვარს ბანანი.
ხილის ხარშავ და წინს მოვადუღე ამდენი ქვაბების დასვა აღარ მინდა, აღარ შემიძლია, სულ ქვაბებია სახეთი. სადიეტო აქ ზე კონტეინერით ჩავდგე. გაპინული გავჭერი ფოთლი და ამაში ჩავაგდე. მაინტერესებს ერთი ვარგა თუ გაფუჭდა. არა. მალაკოს გახსნა მომიწევს. ერთი მალაკო მქონდა მინდორმა გამეხსნა. მარა გავხსნე. ხაზა არ არის. თუ შევძელდა ბოთლი გავჭერი. მიდევს კიდევ ძე. ინუს ვაგდე. ანუ ძე გაყენული ხო არის? ვაგდები მასაც ზოგჯერ ყველაზე იშვიათად რო გამეკეთებინა სადღაც 1-2 დავაგდე. დედა! გონდივა. თოცა მალაკოც არ მქონდა. ამიტომ ბიჭო ცივა ტოლილი ყავი მერე ბიჭო თუ ქცივა ჩაგაცვევ საბანი კი არა ჩავაცვა შევერ გახსნიდეთ იმით მაინც არ გაიხსნება ეს ძალიან ადვილად დრეკადია და დრეკადია Ocha tegico. Lopate. Apple papa. მოკლედ კიდევ მქონდა მე მალაკო და მაგიტომაც არის რომ იმავშვები რა ქვია დედა ცოტა ჩავასხი კონტეინერები რა ხან დაკავებული მაქვს იმიტომ რომ კაკაო ჩავყარე არა ლა არ ქრადე მალევე მოხარშულა არ ველოდებოდი რომ ესე მალე დაიცა დავაფაროთ დედა რამე უნდა დავაფარო მაგას ისე ვერ იმასვლის და იყო
უნდა გამოვიწერო ის ტემუდან ის კარიკები. თავზე რო ეცმევა ყველაფერს. შველი კაცი. ხოლოდ მოსაწმენდინა სხვა ყველაფერი გავაკეთე ასე რომ ხოლოდ მოვწმენდი ატაკს და ეგა ჭიქებს არ გამოვიღებ წყლის ჭიქებს ვინმე მოვა ხოლოდ მაშინ გამოვიტან იმიტომ რომ ადამიანის ერთი ცალიც მქონდა ისიც დამილეწა ჩემული შვილი რომ მოვიდა იმ დღეს პირდაპირ იქეთ მარტო ჭიქა რო დაემტვრია არა კოკაკოლიანი იყო დედა ხო რა იქივია დე ისკები იყო რომ მოგეცი და რომ მოისროლე კიდე გინდა კარტოფილია სოუსი და გავაკეთე Manam es moi. I tu возьми трубонкила. Айме. Сохелაც მткიე და მეგონა რომ გადამივლიდა და არა დღესაც იგივენაირად მოკლედ. ტორტს რაც შეეხება. ეხა კრემი გავაკეთე სხვანაირად და გეტყვით რატო. მე კრემი რაც იმ 30 და აი აქ დღეს რაც გაჩვენეთ იმით დავიწყე მე კრემი არ ამჭრია მაგრამ მოგითხარით არ იყო და ის მოვიტანე მეთქი სანტეს კარაკი ხო გახსოვთ ხო და შაქარი დავამატო ნეტა Jo ar vitsi sinჯვითაც არ სინჯა მოკლედ თუ აკლია მეტყვიან ასე რომ ცოტა ჩავამატოთ ხო და აი ეს რო ვიყიდე სანტეს იმიტომ რომ სხვა არ ქონდათ არაფერი და უნდა გამომეცხო კრემი ანუ კარაქი ავთქვიფე კარგად ერთი მალაკო დავამატე და რომ ვფიქრობ რომ მეორეც უნდა დავამატო შევატყო და თურმე არ სჭირდება და ფაფის დამატება დავიწყე ფაფას ვამატებ ყოველთვის კოვზებიდან ესეც ორს მაინც ვამატებ და სადღაც 4 კოვზი ჩავამატე და всё კრემი იჭრება თქვიფე კარგახანს ვთქვიფე აი ორთქლზე რო აკეთებენ ამასაც მივხვდი რომ ორთქლზე მანამდეც გამიკეთებია მე და მომირჯულებია მე კრემი მომიბრუნებია და ძალიან ისეთი პრიალა გამხდარა მაგრამ ეხლა როგორც ერთხელ დამემართა ამისგან არაფერი არ გამოვიდოდა მივედი და გავაკეთე შემდეგი ავთქვიფე ფაფა დარჩენილი ცალ-ცალკე ანუ ორჯერ გავყავი ფაფა ავთქვიფე და ეს აჭრილი რაც მქონდა კოვზობით ვამატე ძალიან მაგარი კრემი გამოვიდა ოღონდ მე რომ სულ წუწუნებდი იმაზე რომ ჩემი კრემი არის ძალიან ანუ მაგარი და
როგორ გითხრათ ანუ კრემს რო წაусმებდი კრემი რო არ ჩაიწევა ეგეთი მაგრამ მაინც ჰაეროვანი როგორც აი ნაყინივით პირში რო დნება ეგეთი ეს კრემი იყო უფრო ხელი მაგასთან შედარებით და ეს ბისკვიტი რო დავადე კრემი სულ ოდნავ ჩანდა ესე კოვსიზე ოდნავ მეტით რა ხო და მე მსგავს რაღაცები არ მიყვარს რომ ტორტებს კრემი აქვს კი ყველაფერი ზომიერად მაგრამ ტორტს კრემი უნდა გქონდეს ხო და მოკლედ მივედი ყველა ესე გავაკეთე როგორც გითხარით მეორე თასში რაც მქონდა ისიც და ისეთი კრემი გამოვიდა ხელი იყო პრიალა ანუ აჭრილი არ იყო ვისაც ძალიან მაგარი კრემი არ გიყვართ იმათთვის კაი მე არ გამისინჯავს და ძალიან დამაინტერესა მაგრამ მომდევნოში მინდა ვცადო ერთი როგორია ისე ანუ სულ ცოტაზე გადმოვიტანდა ეგრე რო გავსინჯო მე თორა მჭირს და იმის მითხეთი მე მუცელი არ მტკივა მოკლედ იმდენი ტანსაცმელები ერთი ვანა ტანსაცმელი მიდევს გარეთ კიდე ხო იმით გავაკეთე რა ქვია მაგას სინამ რო გამომიგზავნა მაგით გავაკეთე და რა ვიცი მე არ გამისინჯავს მაგრამ ჩემი დედამთილი ჩემი მული გაგიჟდნენ ძალიან მოეწონათ და ჩემი დედამთილი მართლა ეგრეა და ამბობს კიდევაც რომ არც არ აჭამს ტორტებს და იმ დღიდანო როცა იმას ვქენიო გავსინჯეო თათიას ტორტიო იქედან არ ვჭამო მაგრამ კარგი გამოდის ხალხი განა აი როგორ გითხრათ დიდხანს თქვეფად არამე არ უნდა რა ვიცი მე დიდხანს არ ვთქვებ მაგალითად ზოგი რო აკვდება და მერე მაინც იმდენი იმ სისქის არის რასაც ტაფაზე ასხამენ რა ვიცი რატო არის ეგრე მე არ ვაკეთებ მასზე გავუჩვაზე შენი კოვარის ალა მეტი ცოტა ერთი კოზი არ იქნება მაგრამ ამაში არის კიდე მე მგონი ხო ani გოდეიდას გამოვართვე მე წყალი მოვადუღენ დავიდგი რომ მე ცოტა გაცივდეს და ეგეთი დავიოთ ხო შენ კიდე კიკინა გაგიკეთო შენ აწეული თმები გიხდება და ვიღაცამ დამიწერა მამიდას გავსო მაგრამ მამიდა მისმა არ ვიცი უმუხრანისაც მე ვერ ვამსგავსებო იმიტომ რომ როგორ თქვა ცოტა ფართო სახე აქვსო და არ ვიცი გოდე მაგალითად მე უფრო მგავს თქვენი ძახით მუხრანიზე იერით ეხლანდელ სახეს მუხრანისას გავს მაგრამ ჩემი ბავშვობა არის გოდეცი ჩემი და ჩემიდის ყუბები ვიდგავდით პატარაობაში ერთმანეთს დარი ემი გინდა მოდი მოგცე ხო და გაგიკეთო დედიკო გაბურძგნული დადი ხარ წუხელ ტიროდა ხალხნო ვიდეოში რომ ნახა თავისთავი იმით კიკინებით ის გამიკეთეო პირველი საათი სრულდებოდა ჩემი ფილმი გადის გვიანობამდე ამათმა მამამისი არ დააძინეს და მამამისმა ჩემთან გამოაგდო ორივე ბიჭი გეგა და ის რა ქვია მაგას ადა იმიტომ რომ ესენი უჩემოდ არ იძინებენ კარგი ნოეჩხუბები მე არ მინდა არ გინდა შენ მოგცემ თუ გინდა გინდა შენ ერთს მოგცემ იმიტომ რომ მახსოვს მე რომ გადააგდე საზამთროს გემოთია და კარგია მაგიტო მოგიტანეთ ესეთი ისე იგი
პირი მაგ გამომშრალი. აი არ ვიცი. წყალს ავსვამ ხალხო ყველაზე ცუდი. რაც არის ეგ არის რომ ოდა არ უნდა და დავანებოს თავი. რატო აგდებს მანამდე სულ კევიკევის გაიძახო და ეხა აგდებს. და თოли გავაგადე. მიდი. იმას ქენი ეხა ის და მე შენი ფრჩხილები მოვაწეს რიგოთ. მოხაროც არ არის მაშინ სვამ მალულად. ყავას მოხარ მალევინებს. გუში ხო დამთავრებული არ მქონდა ყავის ზალევა, ისე მომისწრო და ცოტა რო ჩამჩა იმის გადასხმა მომიწია. ორი თოკი გავავსე, ერთი თეთრები და ერთი შავები. ეხა კიდე ორი თოკი დასჭირდება, მე მგონი მიდი თუ არა იმას, რაც მიდევს იქ და კიდე ირეცხება და მე პირს ახოცებს შევყრი და ვსო. ეხა მოხასები შეყვარი. იმიტომ გვინ მიწევს მე მაგალითად დღეში 3-4 ჯერ მეჯერ თუ არა მანქანის ჩართვა რომ როგორია თეთრები ცალკე შეყარე, ბავშვების ცალკე შეყარე, შენი ცალკე. ჩემი და მუხასას ერთად რეცხავ ხოლმე თუ იქედან ვარჯიშიდან მოტანილი არა აქვს ისინი რა ქვია ტანსაცმელები. იქ ძალიან ოფლიანდებიან და მე მეშინიან ძალიან ადვილად გადადის, გინდა ტანსაცმლით, გინდა იმით და არ ვიცი საერთოდ ოფლიანობა. ეს საერთოდ. ან ადამიანები დილით დაიბანენ და მერე სულ იწებებიან, არც ეგ. ძალიან ეგ მომწონს ჩემ თავში, რომ ეგ არ მაქვს. მოხას სხვადასხვა და მაგრამ მეშინია და ცალკე ვეცხავ, შევყრი ხოლმე თუ ძალიან ნაოფლარი ტანსაცმელები აქვს. იქ რო ვარჯიშობენ და გასვლა უწევთ მაგ დროს ესე იგი ტანსაცმელი მოაქვს წყალივით. იმიტომ რომ რო არ დაიბანოს ეგრე არ მოდის იქ. მე რამე აქვს. ზოგჯერ დილითაც აკეთებს ძალიან უყვარს. კვატია. კვატის ვეძახი. წყლის. ეხო. გუშინ მქონდა ვიდეო გაკეთებული არ მაგანო მისაკველია და დამავიწყო და დღეს თან იმ ფილმის გადამკიდე. თან კვირაში ერთხელ რო გადის, აი სულს რო ამოგაძვრენენ მანამ სანამ ის ერთი კვირა გავა, აი სულ მაგაზე რო გეფიქრება და თან ერთსა და იმავეს მე რამდენჯერ უყურებ. ბევრჯერ მე მაგალითად ბევრჯერ ვუყურებ. ქართული იმით რო არის სუბტიტრებით. ძალიან მაგარი ფილმია. ძალიან მაგარი. კარგი, დღეს მექნება ეხა მე საჭმელი ფაფას ვაჭმევა მათი და მე ფრჩხილებს ფორმას მივცემ, უბრალოდ ვიზრდიდი და არ მაქვს ფორმა მიცემული. მოვიწესრიგებ პარასკევს ჩავეწერე 3 საათზე. პარასკევს 3 საათზე მივალ ირმაკოსთან. შილაკზე. მერე ივნისში და მორჩში. ქორწილისთვის. მერე ქორწილისთვის და მორჩში. ძალიან იაფად არის ტემოზე ყველაფერი ვაგის რაც კიდე, მაგრამ უნდა იცოდე. კი არის იქ სადღაც ონლაინ კურსები და რო უყურებ ალბათ მიხვდები და ისწავლი, იმიტომ რომ ყველა მას ესწავლობს უმეტესობა ეხა ჩვენთან აქ ვინც აკეთებენ გოგოები. უმრავლესობა ონლაინ სწავლობს და მე ჩაულებრივად ცოტა ნაკლებ თანხაში და მე 20-ზე გადადიან, 20-25. ეხა მე სადაც უკეთები 25-ია, იყო 20 მანამდე. ხო და მაგრამ კარგად აკეთებს. ძალიან მაგრად, რა ვიცი მე აქ უკეთესი არ მეგულება, იმიტომ რომ
თიკაში გავიკეთე სალონ თიკაში და სული ქიჭრის მუხათებს და ჩემ ბავშვებსაც იკუჭრითმებს ხო და იქ გავიკეთე მაგრამ აი ამ ჭხილებზე ქვემოთაც მოტიტყნილი მქონდა ძალიან დაკლებული და იქ გამიქუჭდა მე ჩემი ვამბობ ხა დროს საცოდაობა მქონდა ჭხილები სული კეთებენ გოგოები არ ვიცი იმათ არ უფუჭდებათ ვერ გავიგე მაგრამ მაგალითად ეხა თამთაც რო იკეთებს სული კეთებს თამთაც აიღე ის არის რა ქვია აი ნახევრამდე მაინც მოზრდის და მერე მიდის სადღაც თვენახევარში მიდის Furato da. Ah, io da chi da nai, sei kai ti dico sottare mai. Khmerto. Bil suisak kharmulivit. Ჩაულებრივად კვილს აქ შუაში რო კონდეს ხრმული აი ეგრე არც ერთს არ ქონია არც ერთს ჩემ შვილებს ისე დაძვრათ რამოდენიმე კვილი ისე გამოიცვალეს რომ არც ერთს არ ქონიათ გაფუჭებული საერთოდ არა ვერ მოვასწრებ ერთ კარიცხოს ვერ მოვასწრებ 12 უკლია 25. იმიტომ რომ პირსახოცებს ყოველთვის ხარშა მაინც. აბანოს პირსახოცები და საერთოდ პირსახოცები. რატო მომეცი დედი? რა დედი? ამას ისე დაძვრა კბილები არც ერთი არ ქონდა გაფუჭებული არა და ყველაზე კარგი კბილები ამას ქონდა გამიკვირდა ძალიან ერთ ვიდეოს უსმინე თუ რომელ საათზე უნდა დაილიოს ყავა და ზუსტად იმ დროებში მიხდება მე დილით ადრე არ გამოდის რა თქმა უნდა უზმოს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ორი ბანანი შევჭამე დედი რატო მომეცია არ მოგეცდი და კბილები გააქვს ეგე ცოტა ხანში რა ვიცი მე და ის რას ჭირს რატომ აქვს ამას არ აქვს ფართო სახი ძალიან ლამაზი სახი აქვს დედიკოს დაემსგავსე არავის არ დაემსგავს არ წააგებ თუ დედიკოს დაემსგავსები ნეტა მე დამემსგავსოს მათ ოღონდ ხმას არ აუწიო ძალიან ახალი არაფერი არ არის დღეს ამთავრებს ჩემი მოლეშილი სკოლას დღეს აუხოლოს არის იქ გაქვს კაცო აი გაქვს გიჯი აი შემომა კიდევია ხელი ეხა სულ მან ეძებდეს იქნება ის აიმე რა კაი ხარდი აიმე რა ლამაზი ხარდი და კიდე ეხა ის თქვა მინდოდა მოკლედ ადამიანების მიკრის ხოლმე ძალიან მოდი როდესაც ანუ მოდი ხო ბავშვებს ეხებიან სულად რა გინდა დე ხო გაქვს იქ და რა მხრივ ეხა ბავშვები არიან ცელქები ყველაზე მეტად ადას ეხებოდა ეს ადამიანი წუხელ კომენტარი რო დამიწერა მე ყველაზე მეტად ადაზე ქონდა ყურადღება გაამახვილებული რა თქმა უნდა ესეთი ადამიანები
რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები ჩემთან ყოველთვის იქნებიან. დედიკო, ნახე, ეხა კიდე გაგლანძღავს ის ქალი. მაქვს. შენ არა გაქვს. უკან. უნდა ამოგივიდეს კიდე. ხო და ყოველთვის იქნებიან დაბლოკილები, რა თქმა უნდა. მე უფრო სანაგვეს ვეძახი მაგას და მართლა ანგელოზებს, რომლებიც ჯერ კიდე სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოიქცენ, რანაირი საქციელები უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ჩემზე ცელკი ადამიანი მე არ მახსოვს. ასე რომ, რა ვიცი, უზრდელები არ არიან ჩემი შვილები, ეწამხმას დაუწევთ ორი მღერის იქეთ. ხო და ვინც მსგავსად ცუდად ეხებით ჩემს შვილებს, თქვენი გაიხსენეთ, თქვენებს შეხედეთ და თქვენი ახლობლებისას. იმიტომ რომ თქვენნაირები იმათაც არ დაინდობთ და იმათაც ეგრე ილაპარაკებთ. თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ ერთი. რა იყავით, როგორი იყავით. დავიჯერო ეხა ისეთი იყავით ერთ ადგილზე რომ დაგხვავდნენ და რა თქმა უნდა ბავშვობაში მამაჩემთან, დედაჩემთან ჩვენც ეგრე ვიყავით, მაგრამ სხვა გამცელკობდით. ერთ ადგილზე რომ დაგხვავდნენ, აი ეგ მოგწონთ, ეგ არის სწორი. მოისმინეთ ეგ რა ქვია ღმერთო იმ კაცს. ოტიაიესელიანია მე მგონი, რომელიც ლაპარაკობს, ბავშვები უნდა ცელკობდნენ კიდევაც, სწავლობენ ასე. ბევრს ისწავლიან იქეთ მომავალში და გამოადგებათ კიდეც. მე ძალიან ის რა ქვია, შევცდი გოდერძი ესეთი რომ გავზარდე, იმიტომ რომ ეხაც მითხრა გოგომ სკოლაში რომ მიდისო, ფეხზე დგასო, არ იცისო სად დაჯდესო. იმიტომ რომ ყოველთვის ერთხელ იქ მერე სხვა დაჯდება, ამას ერიდება და არ ეტყვის, ეგ არის კარგი. ჩემები იჩაგრებიანას, არ თავს არ დაიჩაგრავს არცა და არც გეგა. სუსტად ეგრე გამოუზრდი, რომ არავინ არ წაართვას არც თავისი საკუთრებას თუ თვითონ არ ენდომებათ, რომ ვიღაცას რაღაცა დაუთმონ, აჩუქონ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი შვილები როგორებიც არიან და რანაირებიც არიან, ინატრეთ რომ ეგეთები გყოლოდეთ, მაგრამ ღმერთმა არ მოგცეთ. ვინც ეგეთ ცუდს მიწერთ, იმაც გეუბნებით ამას, იმად გეხებათ სუსტად. არც ღმერთს არ მოეწონება მსგავსი, განა მე არ ვიცი, ამათზე უარესები არ მინახია, მაგრამ უარესები უბრალოდ აქვთ ამათ ეხა ესეთი ასაკი, ყველა ბავშვს, ნებისმიერს. ჩვენი ხო უნდა გავიხსენოთ, როცა სხვისას ეხებით. არ არის სწორი, არავისგან არ არის სწორი. და ვითომ მე კეთილი რჩევა და მე მაძლევთ ამას და ჩემთვის იქნება კარგი თუ რამე სხვანაირად, როგორ რა ვუყო სხვანაირად, ცემო ჯოხით, როგორც ჩვენს დროს აკეთებდნენ, ჩამოვკიდო ფეხებით თუ რა გავაკეთო. რო არ ვცემო მაგიტო. მე არ მეყვარს ცემა. რო არ ვცემო მაგიტო, ჩემი ხმას ზოგჯერ ალბათ თამთას ესმის იქეთ. იმიტომ რომ არ მინდა. ცემა არ მინდა. ცემა რა თუნდა, გოდერძის რამეს რო ეტყვი, მაგალითად რამე არ მოგეწონოს, მისგან ტირის ბავშვი. აი ესეთ ბავშვს რა უნდა უთხრა მეტი, რა არ ესმის. ჩემ ბავშვებს მე იმიტომ არ ვაჩენ აქ თქვენთან ძვირფასებო რო არ იქა და ვიღაცას რაღაცა მოგეწონოთ მათში. ესეთები არიან. მე ჩემ ცხოვრებას ვდებ აქ. მე მიყვარს ჩემი შვილები არის ჩემი სამყარო, მიყვარს ისეთები როგორებიც არიან. არავისზე ნაკლები არაფრით არც არიან და არავისზე მეტი არ არიან. კიდე, მაგრამ ჩემთვის არის ყველაფერი ესენი. ვისაც ჩემი შვილები არ მოგწონთ, ისინი ჩემს სახლზე არ უნდა აიყვეთ, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ, რომ ჩემი შვილები სადმე გამოვკეტო და არ გამოჩნდე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ოჯახური არხი და ჩვენი ოჯახური ვლოგი. ამიტომ მე ვამაყობ ჩემი შვილები, თქვენ არ იცნობთ ჩემს შვილებს. ხო, დედი. თქვენ ნახულობთ აგერ 20-25 წუთით, მაგრამ ჩემს შვილებს რო გავლენ და ურთიერთობები აქვთ ადამიანებთან. აი ის ნახეთ და მე ისაუბრებ თქვენზე, თქვენ შვილებზე და მე ჩემზე. ჩემს ოჯახს.
ასე რომ ბავშვებმა უნდა იცელქონ, ნუ მოგწონთ ის სადღაც ბავშვს ერთ ადგილზე დასვამთ, მიუგდებ ტელეფონს, არ ხმარობენ ჩემი შვილები ეხა ტელეფონს, იშვიათად ძალიან კარგი, თავიანთვის მიატოვეს, სადღაც დღეში თუ დაიკავებენ 20-25 წუთი, ისიც არ არის ხოლმე. ასე რომ ეგ თუ გონიათ სწორი ან ტელევიზორთან დასვამთ და ბავშვები ადგილიდან არ ინძრევიან, კარგით ბატონო, თქვენ როგორც გინდათ ისე გამოზარდეთ თქვენი შვილები, მე როგორც მინდა ისე ვზრდი. ეგ არის და ეგ. თუმცა რა არის იცით? შეიძლება სხვა არც მიწერდეს ამას და ის ერთიც წერდეს, თუმცა შეიძლება რომ სხვაც გამოერიოს. იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა არის რომ მართლა არიან ადამიანები ნახეთ, რომ აი ჩემთვისაც ვთქვია ერთ ადამიანს ძალიან შორეულიც არ არის, რომ მაგალითად აი ორი ბავშვის ჭყიპინს ვერ მოусმენს და ერთი სხვაზე მიმეცა. მაგრამ ჩემია, რას ქვია? თავიანთ შვილს გინდა, შვილიშვილს გინდა ვერ ეტყვია მსგავს, მაგრამ მე ჩემთან ძალიან ადვილი მსგავსად საუბარი. არ არის ხალხნოქს. ღმერთმა ქნას და ძალიან ბევრი დავინახე, იმდენი დავინახე. თან სულ ცოტა ხანში რომ მინდა კიდევ ბევრი დავინახო, ესეთი უსამართლობები რომ ხდებოდა ჩემთან და თუნდაც ხდება. დღესაც ნებისმიერისგან გინდა შენ ისეთი რაღაცეები ჩემ შვილებზე რო წერ და კიდე იყო რამოდენიმე დღეს არა, მაგრამ მანამდეც ხო იყო რამდენი გავატარე. ღმერთმა ქნას რომ პასუხი ღმერთმა მოგთხოვ. იმიტომ რომ მე რა შემიძლია მეტი. ეხა აქედან შორიდან. პირში ჩემთან ვერავინ ვერ დადგება და ვერ მეტყვის მე ჩემ შვილებზე ვერაფერს. იმიტომ რომ არ არიან, თქვენ არ იცნობთ ჩემ შვილებს და აქ 10 წუთით ნანახზე ნუ აკეთებთ დასკვნებს. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ჩემი ცხოვრება, რაღაც ნაწყვეტებს ხედავთ თქვენ. ხო ყველაფერი არიცით, მაგრამ მოვყვები ერთ დროს სიბერეში. თუ მივალ, მე იქამდე თუ მივედი და თუ მექნება ეს არხი, რა თქმა უნდა, სიბერეში მოგიყვებით ბევრ ამეს, რასაც მაგალითად ეხა არ ვაჩვენებ გამიზნულად, იმიტომ რომ არ მიყვარს ყველაფერი ესე დადო, თუმცა სიბერეში მოსულა მე რომ იხსენებ ყველაფერს და ბევრ ამაზე მე უკვე გეცინება ადამიანს. ამიტომ ხალხნო თუ რამეს ხედავთ სიმართლე არის, მაგრამ ბევრ ამას ვერ ხედავთ. არის რამოდენიმე გამომწერი, ძალიან განსაკუთრებულად რომ ვართ ერთმანეთთან პირადშიც რომ ეხმიანებიან, ბევრი რამე იციან ჩემზე, რაც თქვენ არ იცით მაგალითად, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ეხლა რაღაც 20 წუთიან, 9 საათიან ვიდეოზე რაღაც დასკვნა გააკეთო, რომ ეს ბავშვები არიან აი მე ადა როგორ საშინელებებს აკეთებს, რაც ჩადის ეგეც. არ ესმის ეხლა, მაგრამ ამაზე დიდ ბავშვებს ვიცნობ მე და იმით არ ესმით ერთი სიტყვა. ერთი სიტყვა. თამაში. თუ არ მოგწონთ ჩემი შვილები, მაშინ მეც არ მოგწონვართ და ეგ არის. თორემ მე ასე და შენთვის სიკეთე მინდა, არა, არ გინდა ჩემთვის სიკეთე. ნახეთ როგორ იყო. დედა ჩემი მაგალითად ეხაც მეუბნება. რომ ვეუბნები ცხოვრებისეულ რაღაცებს, რაც აქ ხდება, რომ აი იმას ასე ვეჩხუბე, იმას ეს ვუთხარი, ამას ეს რაღაცეები. ხო, მაქვს მე ეგეთი მომენტები, მაგრამ არ გიმხილ, ხო, არ გეუბნებით თქვენ. იმიტომ რომ არც მოეწონება ზოგს, რომ აი აქ გამოვიდო, არ მინდა, კი, მე მეხება და მე შემიძლია ამ ყველაფერზე ვისაუბრო, იმიტომ რომ როცა ადამიანი მე შემეხება და მე ჩემ ცხოვრებას ვაჩვენებ, უნდა იცოდეს იმან, რომ მე შემიძლია მაგალითად ამაზე ვისაუბრო და არ მჭირდება არავის ნება თუ ამაზე, იმიტომ რომ
როდესაც ჩემ მეხები ესე იგი ეს ჩემი ცხოვრება მე ჩემ ცხოვრებაზე ვსაუბრობ იყვებით გაჩვენებთ და ამის უფლება მაქვს თუ არ ვარ სწორი მოისმინეთ სხვა ბლოგერების ისიც და ნახავთ რომ გვაქვს ეგეთი უფლება ჩვენ კი არა აი როგორ ვთქვა ადამიანები პოლიციელებთან გინდა ვიღაცებთან დიდ პიროვნებებთან მოსდით თუ თანხმობებით ის ვიდეოები წერს ხალხმა იმიტომ რომ აქვს ამ ადამიანებს უფლება ხო და რის თქვა მინდოდა ეხა კი ავწდი იმას ჯანდაბა აუ მოვწდი ეხა გადამავიწყდა ისე თქვა მინდოდა ხო და დედაჩემზე ვსაუბრობდი ეხა ვაიმე არ გინდა და ეცადე და დათმოდა ასე შემდეგ და დღეს აფერისტები არიან ყველა და ისე უფრო დაგაფასებენ მე არ შემიძლია და რა გავაკეთო დედაჩემი სულ ეგრე იყო მახსოვს მხოლოდ ერთხელ იჩხუბა ჩვენ გამო ერთხელ დანარჩენი სულ დათმე ჯობია რომ დავთმოთ და ასე შემდეგ არ უნდა იყოს როცა შენი შვილი მართალი არის რომც არ იყოს ეგეთებს იცავენ ხალხო მე რამდენი ვიცი ეხლა რამოდენიმეს შვილმა ვაიმე ჩვენ რო ყოფილიყავით მამა ჩემი მოგწვევდა ალბათ გეტყვით ეხლა მოგიყვანთ ერთ მაგალითს სახელებს არ დავარქვი იმიტომ რომ ჩემი მეზობლები არიან და მოკლედ ჩვენთან ცხოვრობს მამა ჩემი და მეორე კიდე კაცი ანუ ერთი სახელების რა და გვარის ხო და ისე მომხდარა რომ რომელიღაცას იმას გამყიდოს უთქვია რომ ამის ბავშვმა მგონია ჩემგანო კევი აიღო და ფული არ დაუდიაო და მამა ჩემზე უთქვიათ რომ შენ შვილზე იყო საუბარი მამა ჩემი რომ მოვიდა ისეთი სცემა ჩემი ძმა მიიყვანა იმ ქალთან და რა ხდებაო მამა ჩემს ეუბნება ეს გამყიდველი ვიღაცამ ესე გამლეულმა მითხრა რომ თურმე ჩემმა შვილმა აიღო გაგიჟებულა ის ქალი თან ჩემი ძმა სლოკინობდა ისეთი წაიყვანა მამა ჩემმა და თუ ჩემს ძმას სცემდა მაგალითად მამა ჩემი ჩვენ ვსტიროდით იშვიათად თუ ძალიან ცუდად მოიქცევით თორე მამა ჩემსაც არ უყვარდა სიმართლე გითხრათ ცემა მაგრამ აი ესეთი რაღაცა რო გაიგო როგორ გაბედაო ჩემმა შვილმა რომ მაღაზიიდან რაღაცა აიღო თუნდაც კევი 5 თეთრიანი და ის სალაპარაკო გახდა რომ თითქოს მოიპარა გაგიჟებულა ის ქალი შენ კი არა სამი ცხოვრობენ მამა ჩემის სახელის ბავშვები ანუ მამა ჩემის სახელის ადამიანი და გვარის სამი არის ჩვენ სოფელში კიდე თუ არის არ ვიცი მაგრამ მე სამს ვიცი გაგიჟებულა ეს ქალი აუხსნია რომ ეს არისო ამაზე მქონდაო ნათქვამიო მეო საერთოდ არ მოსულავ ეს ბავშვი და ამას რატო სცემდიო და ასე შემდეგ მაგრამ იმდენი ვიცი მე დღეს მაგალითად მსგავსი კი არა უარესებს როს ჩადიან სხვანაირად იქცევიან მშობლები ანუ არიქა და ეხა ასე ცუდად რომ მოვექცეთ და რაღაცა ცუდი არ ჩაიდინოს და მსგავს რაღაცეები უფრო სხვანაირად მიდიან დღეს უფრო სხვანაირად იქცევენ მამა ჩემი იყო ესეთი მკაცრი მაგრამ ნახე მართლა არავის არ ახსოვს ჩვენგან რამე აღებული სახსაც გვიტოვებდნენ მაგალითად სადმე რომ მიდიოდნენ მთელი ღამით რომ მოგვევლო ან ვინმეს რამე არ წაიღო იმ სახლიდან და ასე შემდეგ სულ სხვა იყო მე მაგალითად სკოლაში რამე პრობლემა რომ მეკნებოდა მასწავლებელზეც ბევრჯერ მითქვა მამა ჩემს ვეტყვი ყველაფერს ეს იმიტომ რომ ჩვენთან იყო მაშინ ეხა არ ვიცი სკოლებში არის თუ არა მაგრამ ჩვენთან სკოლებში ეზოებს გვალაგებინებდნენ ბალახი იყო თუ რაღაცა გინდა არ გინდოდა უნდა გემუშავა და აკეთებდი ამას მასწავლებელი რო გეტყო და შენ უნდა გაგეკეთებინა ჩაგვიყვანდნენ კლასს და გარეთ ბალახი იყო მოსაპუტი იყო მოსაჭრელი იყო მოსაგველი იყო უნდა გვემუშავა და გაგვეკეთებინა ეხა არ ვიცი აქ სკოლებში ხდება თუ არა არ მგონია რომ ხდებოდეს იქეთ დიდ სკოლაშიც ეგრე იყო კი ვაკეთებდით ეხა ბევრი ამ შეიცვალა არა მგონია არა ეხა არიან ჩვეულებრივად მუშაობენ ადამიანები და ისინი ასუფთავებენ
ასე რომ დედაჩემს უყვარდა დათმობა, მე არა. ჩემი შვილების გამო არა ხალხო. იგივეს არ გავაკეთე. იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ აი როცა მართალი ვარ, ბადევშკას რასაც ეძახიან, ქართულად როგორ ითქმება არ ვიცი. დედისგან. მაგრამ როცა შენ ჩხუბობ გამოდიხარ ცუდი, რა თქმა უნდა გამოდიხარ ცუდი. მაგრამ ნახე როგორ არის ადამიანები შენს ჩხუბს ხედავენ, თავიანთ წას ვერა ერთმანეთს რო ჭამენ. შენსაზე გაამახვილებენ ყოლადობას, თუმცა სუფერებზე მკიდია, ყველამ თავისი ნახოს. მეც ხედავ იმათსას, ნებისმიერისას არა აქვს მნიშვნელობა, გინდა პირადში ვისაც გონია და გინდა ისედაც. რა არის? რა გინდა? ვეჩართე? დააჭირე იმას, ოკეი. აქ ერთი გახდება და შუაზე აჭირე. გადარჩე რა ვიცი, რაც გინდა ის გააკეთე ხაც. მოკლედ ესე ჩემო კარგო, ბევრი ლაქლაქი წავედი მე. არ დავინახო, რომ ჩემ შვილებზე ვინმე დაწეროს რამე. ეხა ჩანდა ეს, დანდარა რომ მოვიდა. იმედია არ ჩანდი.